მოგესალმებით. დღეს კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას. არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრესე მეც ამბობს ვიდრე პავლეზე. ეს გამონათქვამი EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ აბსურდულ რეზოლუციას საუკეთესოდ აფასებს. არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების გავსად უკვე EUTHO-ს ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და Deep State-ის მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლება. მინდა ასევე შეგახსენოთ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლის ტრასის გამონათქვამები. ან ჩვენ გავანადგურებთ Deep State-ს, ან Deep State-ი განადგურებს ამერიკას. ჩვენ გვსურს ბრიტანული Deep State-ის ჩამოშლა, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველი და ფესვგადგმულია. ტრამპისა და ტრასის ეს სკანდალური განცხადებები, აგრეთვე სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და ანალიტიკოსების საჯარო გამოსვლები, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებისა და კორპორაციული მმართველობის საფრთხის შესახებ, Deep State-ის არსებობისა და მისი გავლენის უტყუარობის შესახებ ყველა კითხვის ნიშანს აქარწყლებს. ამ ფონზე ლოგიკურია ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი და ზოგადად ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების უმრავლესობა ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამორჩევლის, არამედ სწორედ Deep State-ის წინაშე. შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკა მთლიანად არაფორმალურ ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი. Deep State-ის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული მოვლენების ზედაპირული ანალიზითაც კი მარტივად დგინდება. შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი მართავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა მოშლილი, რაც მრავალი სისტემური პრობლემით ვლინდებოდა. უხეში ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლებების სისტემური და უხეში დარღვევა, გაყალბებული არჩევნები, უკანონო პატიმრებით გადავსებული ციხეები, სადამშრალო ინსტრუმენტად ქცეული სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეგეტი, გარეთ დაკვეთით დაწყებული და ურთღეში წაგებული ომი, ეს იმ პრობლემების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Deep State-ის აგენტურის ავტორიტარულმა მმართველობამ საქართველოს შეუქმნა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს Deep State-ის გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ ეშურებდნენ. ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყდია და ისე რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა. მაშინ ხელისუფლების ამ და სხვა ამოძრზე ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია. მეტიც საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა რეჟიმის გამართლებაც კი იკადრა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმრავლესობა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ Deep State-ს წარმოადგენს, დიპლომატების ამგვარი ქმედებები იოლად აიხსნება. იოლად ახსნადია ისიც თუ რატომ იქცა საქართველო, ქართული ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება Deep State-ის თავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა. ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოიღო Deep State-ის მორიგ ავანტურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც Deep State-ს აქვს არსენალში, მათ შორის ერთდროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია EUTHO საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების ასახალისებლად იყენებს, რაც მათი გათვლით საბოლოოდ ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს. რეზოლუციაში განშხერებული ბრალდებები რომ აბსურდულია, ამას თავად EUTHO-ს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს. ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ევჩქეშ არის დაყენებული 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების, ანუ იმ არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც თავად EUTHO-მ და უდირმა შემდგარად და კონკურენტულად შეაფასეს. თავის შესახები EUTHO საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელს დანიელ ფესლერს, რომელმაც სესიაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო იდეალურად ორგანიზებული, სამართლიანი და არანაირი დარღვევა არ ყოფილა, თუმცა მისი შედეგები არაერთი ევროპული ქვეყნისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. უსიამოვნების მიზეზი მარტივია. Deep State-ის მიზნების საწინააღმდეგოდ 2024 წელსაც საქართველოს მოსახლეობამ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა და არა აგენტურა, არამედ ეროვნული ხელისუფლება აირჩია. ეს რომ გაცნობიერებული არჩევანი იყო 2025 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა, სადაც მმართველ პარტიას 1,100,000 მეტმა ამორჩეველმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მყარი ნდობა.
რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ვერევით, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს ან უკრაინაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებას გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულ ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს. სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად ისინი უპრობლემოდ აღიარებენ. საგულისხმოა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს გავსად პრობლემები ჰქონდა უნგრეთთან, ვიდრე ქვეყანას ვიქტორ ორბანი მართავდა, აგრეთვე სლოვაკეთთან და სერბეთთან, ანუ ქვეყნებთან, ხელისუფლებებთან და ლიდერებთან, რომლებიც გამოკვეთილად ეროვნულ პოლიტიკას ატარებენ. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას რეალურად არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. Deep State-ისთვის თავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს უსაფუძვლო კრიტიკისა და ცრუბრალდებების ქარცეცხლშია გახვეული. ამ ფონზე ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ სხვა სახელმწიფოების გავსად, რომლებიც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, საქართველოს შეიძლება დახვეს Deep State-ის თამაშის წესებს და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ის турბულენტობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ბიუროკრატია ამყოფებს. ამ ილუზიის თავს მოხვევაა სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ძალის მიზანი. ეს არის ილუზია, რომლის ვერ შეცნობის ფასას დღემდე იხდიან ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები. ეს არის ფასი, რომელმაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტაგნაციამდე, იდენტობის მოშლამდე და უმძიმეს ღირებულებით კრიზისამდე მიიყვანა. Pseudoliberალური იდეოლოგიის გავრცელება, LGBT პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარისქმა, ეკონომიკის სტაგნაცია და ასე შემდეგ. სწორედ ასეთია Deep State-ის მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა. მოშლილ ეროვნულ, რელიგიურ და პიროვნულ იდენტობასთან ერთად ხაზგასასმელია უმძიმესი ეკონომიკური ტენდენციები. ხშირად გვითქვამს, რომ თუ 2008 წელს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 30%-ში ადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 18%-ზე ნაკლებია. შესაბამისად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი აქვს და ამდენ აბსურდულ რეზოლუციასთან და რევოლუციის თელობებთან გამკლავებას Deep State-ის თამაშის წესებზე დაყოლაჯობს, როგორც ამას თავის დროს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევანი საქართველოს არამხოლოდ ეკონომიკის და ტრადიციული ღირებულებითი სისტემის განადგურებად, არამედ სუვერენიტეტის სრულად დაკარგვად შეიძლება დაუსწრეს, რადგან საქართველოს შემთხვევაში ხელისუფლების მიერ ეროვნულის გარდა ნებისმიერი სხვა ტიპის პოლიტიკის გატარება ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხე შემცველია. არასუვერენული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საქართველოს როგორც სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგება დღის ეს რიგში, რასაც საქართველოს მიმართ მეორე ფრონტის გახსნის მრავალგზის მოთხოვნაც მოწმობს. ამგვარად სუვერენიტეტის მტკიცედ დაცვის გარდა საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის თელობებით Deep State-ი საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, რომ 2024 და 2025 წლებში ქართულმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას. ქვეყნის შიგნით 100-კაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები. ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა Deep State-ს ერთადერთ ინსტრუმენტად საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ, რადგან ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია. ამიტომ ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციების ცდილობენ ქვეყანას ესეცოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს. თუმცა, ვიდრე ქართული ოცნების ხელისუფლება ქართული ხალხის დაკვეთას პირნათლად ასრულებს და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში უდიდესი გამოწვევების ფონზე სუვერენიტეტის დაცვას და ეროვნული პოლიტიკის გატარებას მტკიცედ და პრინციპულად განაგრძობს, ეს თელობაც წარუმატებლობისთვის არის განწერული. დიდი მადლობა. თუ არის შეკითხვები, სადღარ გიპასუხოთ. Peride telecompanija imeti ბატონო ირაკლი, მე მინდა გითხოთ EUTHO საპარლამენტო ასამბლეასთან შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც ამ ასამბლეას ესწრებოდნენ, ამბობენ ესეთ რამეს, რომ აი, როდესაც პროტესტის ნიშნად უშუალოდ კენჭისყრის დროს ჩვენ დარბაზში არ ვიყავით და დავტოვეთ, შემდეგ კულუარულად იყო კითხვები, რას ნიშნავდა საქართველოს ეს ნაბიჯი. რჩებით თუ არა EUTHO საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის ფორმატში? თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად EUTHO საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას, დარჩება კლავად ჯო-ვილსონის დონეზე, თუ ამოღდება ჯო-ვილსონის დონეზე ზემოთ. ეს იქნება პრინციპული მნიშვნელობის საკითხი საქართველოს დელეგაციისა და EUTHO საპარლამენტო
ასამბლეის თანამშრომლობისთვის. ნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობას. ჩემი შემდეგი შეკითხვა ეხება კაია კალასის განცხადებას და წაგიკითხავთ ბატონო პრემიერა მის ციტატას. ჩვენ არ გვინდა მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა მხარი დაუჭიროთ ქართულ ხალხს. ეს განცხადება მან გააკეთა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, როდესაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის განხორციელებას განიხილავენ და კალსი ამბობს, რომ ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელებას განაგრძობს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტების არარსებობის გამო ის აქცენტს აკეთებს ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე. ასე დაყოფა რანაირად არის თქვენი შეფასებით შესაძლებელი, ან რას გულისხმობს, როცა ამას საუბრობს ის? ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე, არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს დამოკიდებულება, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რაც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართული ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართული ხალხის ნებას და ქართულ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც შემიძლია გავაკეთო. სხვა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავაკეთო.